პირველი კომენტარი სწორედ ჩვენთან გააკეთა დავით გურგენიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა, თუმცა მისი ბედი ისევე როგორც ჯაბა სამუშიაცი არის გაურკვეველი, დღეს კიდევ ერთხელ მისცა საკმაოდ სერიოზული სიგნალი და ნიშანი ირაკლი კობახიძემ, მათ შორის რექტორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს დაინდოს ეს ორი უნივერსიტეტი. კობახიძემ მის კომენტარში საკმაოდ მკაფიო კომენტარი და მათ სიგნალი გააკეთა იმასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ თითქოს რექტორები და პროფესორები ეჭიდებიან სკამებს. ჩვენ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა კითხვა დავუსვით დავით გურგენიძეს იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლებელია სწორედ მას მოიაზრებდეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, რაზეც საუბრისას გურგენიძე ამბობს, რომ მას ვერ წარმოუდგენია მასთან ან ჯაბა სამუშიასთან მიმართებით მსგავსი კითხვის ნიშნები არსებობდეს. ამიტომ რა თქმა უნდა დავუსვით განმეორებითი კითხვა, თუ არა მათ მაშინ ვის გულისხმობს, რადგან ამ ეტაპზე სწორედ ორ რექტორზე არის საუბარი, ანუ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებზე და მხოლოდ ეს ორი კანდიდატი არსებობს. ამ თემასთან მიმართებით კონკრეტულ პასუხს არ გვცემს, ამბობს იმას, რომ კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არ გამორიცხა, რომ ზოგიერთ ადამიანს მართლაც სურდეს სკამი. იგულისხმა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პროფესორები, რადგან გარდა რექტორებისა, პროფესორები იყვნენ ირაკლი კობახიძის მიმართვის მთავარი ადრესატი და ამასთანავე მან ისიც თქვა, რომ აუცილებლად გაგრძელდება კონსულტაციები. როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ გურგენიძე ამ ეტაპზე პოზიტიურ მოლოდინებს იტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე დაინდობს მას და საბოლოო ჯამში ისე მოხდება, რომ არ შეეწირება ამ რეორგანიზაციის საკითხს თავად გურგენიძე. არ ვიცით როგორი იქნება პროცესები, თუმცა ვიცით ის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდება გივი მიქანაძეს, როგორც გვიდესტურებენ, ეს არის დახურული შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ასევე გსურდა მოგვესმინა ჯაბა სამუშიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კომენტარიც, თუმცა ჯაბა სამუშიამ ამ ეტაპზე ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რექტორებს, რადგან გაუსვა ხაზი პრაქტიკულად ორ რექტორზეა საუბარი. ხომ არ მოგიაზრათ თქვენან ბატონი ჯაბა, ხომ არ ამოიცანით ამ გზავნილებში რომელიმეს მისამართით გაკეთებული განცხადება? მე არ ამგონია რომ მოძებული ყო, ბატონი ჯაბა მოძებული ყო, ჩვენ რა თქმა უნდა აქ არ არის კანონზე საუბარი, აქ არ არის თანამდებობაზე საუბარი. ის პრემიერ-მინისტრი აქ არის ხელმძღვანელია, მას აქვს თავის მოწოდნებები, თავის ინფორმაციები. შეიძლება ვიღაცას უნდა მართლა და მანიც ესა და გავარკვევით მაგაში. ჩვენ ვარ დიალოგის რეჟიმში, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოვახსენებთ ბატონ პრემიერს, როდესაც შევხვდებით. თუ იქნება არის საშუალება, რა თქმა უნდა, ალბათ იქნება, რომ მას დიალოგი უყვარდა და შეუძლია დიალოგი თვითონ არის აკადემიური წრეები. ცხადია ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ პროფესორებისა და სტუდენტების კომენტარები. რა თქმა უნდა, პროფესორებს დაუსვით კითხვა, საკუთარ თავს მოიაზრებენ თუ არა იმ სიაში, რომლებსაც ირაკლი კობახიძე სკამებისათვის მებრძოლებს უწოდებს, მაგრამ ამბობენ, რომ კობახიძე ყველა ზღვარს და ყველა სტანდარტს ცდება. დარწმუნებულები არიან, რომ პროფესორები, ეს ადამიანები, რომლებიც თაობების გაზრდას წირავენ მთელ თავის ცხოვრებას, გასცემენ საკადრის პასუხს კობახიძეს, თუმცა ამის პარალელურად წუხან იმაზე, რომ ზოგიერთი ლექტორი დღემდე არ ამბობს საჯარო ოპოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება ამ ორი უნივერსიტეტის თავს, არის უდიდესი ტრაგედია, რადგან თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება იქნება დასასრული ეპოქის მათივე განმარტებით. ისინი ამბობენ, რომ კობახიძის ეს აქცენტი სკამებისათვის ბრძოლის თვალსაზრისით არ არის შემთხვევითი, მათ შორის აქვთ განცდა იმაზეც, რომ კობახიძემ სწორედ მოიხსენია და მოიაზრა ჯაბა სამუშია და დავით გურგენიძე, თუმცა ამის პარალელურად ეჭვი არ უჩნდებათ, რომ ეს არის იმის წინაპირობა, რომ ეს ორი უნივერსიტეტი ნამდვილად გაერთიანდება. თქვენ იურისტი ბრძანდებით პროფესორ კობახიძე. და ზედმიწევნით კარგად იცით, რაც შეიძლება თუნდაც სამართლებრივად. აუცილებელია ამ ორი საკადასტრო კოდის გაუქმება და ერთის დატოვება. ანუ არც ერთი ინსტიტუცია არ დარჩება თავის სამართლებრივ ფორმაში. ანუ ეს იქნება სამართლებრივი ცვლილება. არა ორგანიზაციული ფორმის, არამედ ისეთი ფორმით, რომელიც მომენტალურად მოითხოვს ერთის ლიკვიდაციას მეორესთან შეერთების საფუძველზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ახლა ჩემს უნივერსიტეტს დავიცავ, გავა თქვენი მოცემულობით სამედიცინო ფაკულტეტი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტის 25%-ს ავსებს. სახელმწიფო სუბსიდირება ხო იცით რაც არის? არ არის ფაქტობრივად. არც მხარდაჭერა სხვაგვარი. იმიტომ რომ უცხოენოვანი პროგრამების უფლება თქვენი ეგრეთ წოდებული კვაზი რეფორმით არ ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. პრემიერმა დღეს ხაზგასმიდა გარკვეულ თვალსაჩინო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიღაცა დარჩება
რექტორად ვიღაცა დარჩება ლექტორად. მის არ ვიცი ვინ მიიღო თავის თავზე და ვინ არა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლებამოსილებას შეიწყვეტს, რაც გარკვეული სიგნალია დანარჩენებისთვის, რომ საკმაოდ რთული პროცესები დაიწყო. ვინ იბრძვის სკამისთვის? Რა თქმა უნდა, ეს კითხვა დაუსვით სტუდენტებსაც. ახალგაზრდები ამბობენ, რომ კობახიძეს საკუთარი თავის მსგავსი გონია ყველა და ამიტომ მოუწოდებენ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს, რომ არ მიაყენოს შეურაცხყოფა იმ პროფესორებს, რომლებსაც კვლევითი მიმართულებით აკადემიურ სფეროში ძალიან ბევრი ნაშრომი აქვთ მომზადებული და მათ შორის ისინი ხაზს უსვამენ საკუთარი პროფესორების, საკუთარი ლექტორების, რომლებმაც მათ აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანეს კომპეტენციას. ამბობენ, რომ ეს ადამიანები ქართული, მათ შორის ევროპული განათლების სისტემისათვის იბრძვიან ძალიან ბევრი წელი და კობახიძეს არ აქვს იმის უფლება, რომ მათ ამ შრომას ასე ერთი ხელის მოსმით ხაზი გადაუსვას და წყალში ჩაყაროს ყველაფერი. თუმცა ამის პარალელურად ამბობენ იმასაც, რომ თუ კი ვინმე სკამებისთვის იბრძვის, ეს სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლები და ის პროფესორები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირობებში დასხდნენ სკამებზე და ამ სკამების დათმობას ახლა ვერ და არ რისკავენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს მათი განმარტებით სჭირდება ადამიანები, რომლებიც მათ შორის უნივერსიტეტში იქნებიან მისი იდეებისა და დავალებების შემსრულებლები. ამიტომ სტუდენტები კობახიძეს სიტყვების შერჩევისაკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ თავად აკადემიური სფეროს წარმომადგენელია და არ უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას მისსავე კოლეგებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორივეს გააჩნია საუკუნეზე მეტხნიანი ისტორია. ეს არის ის, რასაც დღეს განვითარებული ქვეყნების რიგი განვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ, რომ თუნდაც კარგი ინფრასტრუქტურის ხარჯზე, კარგი პროფესორების და საუკეთესო პროფესორების ჩამოყვანის ხარჯზე დააბალანსონ, ხო? ის ისტორია და ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტებში შეიქმნა საუკუნის განმავლობაში, ხო? ამის ყიდვა შეუძლებელი. რა თქმა უნდა, რიგი პრობლემები არის ორივე უნივერსიტეტში. რიგი მიმართულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი გავაუქმოთ და ტექნიკური უნივერსიტეტი გავაუქმოთ, რომელიც უნდა გახდეს რეალურად ბაზა იმ ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისა, რომელიც ვხედავთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ესე საჭიროა. ჩემი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტუდენტის პოზიცია ტექნიკური და თესეულის გაერთიანების შესახებ არის კაფიო და ეს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გაერთიანებას, რადგან გვაჩნია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მთლიანად გაქრება ამ პროცესში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროცესიც შეიზღუდება და უფრო რთული გახდება და ხარისხის დაეცემა უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ეს არის მაგალითი და სიგნალი სხვა უნივერსიტეტებისთვის, რომ მაგათაც მოადგებიან და ეს პრეცედენტი უშუალოდ გვაჩვენებს იმას, რომ არანაირი ბარიერი ქართული ოცნებისთვის ამის მერე აღარ იარსებებს და დახურავენ ნებისმიერ უნივერსიტეტს, რომელიც მათთვის არ იქნება მისაღები. ვინ იბრძვის სკამებისთვის ან ვის არ ეთმობა თანამდებობა ან პოსტი? ეს კითხვა ღიად დატოვა ირაკლი კობახიძემ, თუმცა მის განცხადებაში იკითხებოდა ის, რომ მისი მიმართვის ადრესატები არ იყვნენ მხოლოდ პროფესორები, არამედ მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი თანამდებობისათვის და ვიწრო ინტერესებით იბრძვიან რექტორებიც. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დადგა კითხვა, ვის გულისხმობდა ჯაბა სამუშიას, დავით გურგენიძეს თუ ორივეს. როგორც მოვისმინეთ, გურგენიძემ საკუთარი თავი მის განცხადებაში ვერ ამოიცნო, ჯაბა სამუშია კი ამ დრომდე ჩვენ ზარებს არ პასუხობს, ამიტომ რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძის სამომავლო ნაბიჯებიდან გამომდინარე გავიგებთ თუ რომელი რექტორი მოიაზრა და გარდა ამისა ისიც ძალიან საინტერესოა, რომელი პროფესორი მოყვება მის რეორგანიზაციაში ამ ეტაპზე. მხოლოდ ის არის ცალსახა, რომ ის აპირებს მივიდეს განათლების სამინისტროში, მოისმინოს გივი მიქანაძის პოზიცია გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ისეთი განწყობა და გარემო არის შექმნილი, რომ ქართული ოცნება აპირებს გააერთიანოს თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება გადახედვასა და კორექტირებას არ დაექვემდებარება.